მოგესალმებით ჩვენს დღევანდელ განხილვაში. იცით ძალიან ბევრს ხონია რომ თუ თავად არ არის ეწოდებული ქურდული სამყაროს წევრი, კანონი მას საერთოდ არ ეხება. მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, დღევანდელ რეალობაში ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი დახმარების თხოვნა შეიძლება ისეთ საბედისწერო ხაფანგად იქცეს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. დღეს ზუსტად ამას განვიხილავთ. რატომ არის კვალიფიციური ადვოკატი ბევრად უფრო ძლიერი დასაყრდენი, ვიდრე ნებისმიერი ეწოდებული ავტორიტეტი? დავიწყოთ. დაფიქრებულ ხართ ოდესმე, თუ შეიძლება ერთი მარტივი სატელეფონო ზარი 7 წლიან პატიმრობად დაგიჯდეთ. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რაც ალბათ ბევრისთვის ძალიან ნაცნობია. ვიღაცას თქვენი ვალი აქვს, ან ბიზნეს პარტნიორთან რაღაც ვერ გაიყავით. სასამართლოში წასვლა გეზარებათ, პროცესი იწელება, ხო და ფიქრობთ, მოდი ყველაზე სწრაფი გზით წავალ და საქმის მოსაგვარებლად ძველ გავლენიან მეგობარს ან საქმის გამჩრევს დაურეკავო. თქვენ ხომ უბრალოდ საკუთარი ფულის დაბრუნება გინდათ, არა? მაგრამ აი ზუსტად აქ იხურება ის ხაფანგი, რაზეც წეღან გელაპარაკებოდით. ეს ერთი ზარი, რომელიც თქვენ პრობლემის მარტივად მოგვარება გონიათ, კანონის ენაზე უკვე პირდაპირ დანაშაულია. მოდით პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსს ჩავხედოთ. 223 პრიმა 4 მუხლი აქ საოცრად მკაცრია. ის გვეუბნება, თუ თქვენ მიმართავთ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს, რაიმე დავის გადასაწყვეტად, ან მატერიალური სარგებლის მისაღებად, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. და იცით, აქ ყველაზე შოკის მომგვრეული დეტალი რა არის? შედეგს საერთოდ ნული, აბსოლუტურად არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს. დაგიბრუნეს ფული, საერთოდ შედგა ეგ გარჩევა, ტელეფონზე მაინც გიპასუხათ იმ ადამიანმა, ამას არავინ გკითხავთ, დანაშაული ჩადენილად ითვლება ზუსტად იმ წამს, როცა თქვენ ამ თხოვნით მიმართეთ. წარმოგიდგენიათ? და რა არის ამ ყველაფრის ფასი? 3-დან 7 წლამდე. დიახ, ზუსტად ამ ხელავადით ითვალისწინებს კანონი თავისუფლების აღკვეთას უბრალოდ ამ მიმართვისთვის. თქვენ შეიძლება გულწრფელად ფიქრობდით, რომ ტელეფონი აიღეთ და ვიღაცას დახმარებას თხოვეთ ფულის ამოღებაში, მაგრამ მეგობრებო, სახელმწიფო ამას უყურებს როგორც უმძიმეს დანაშაულს. და აქ არანაირ პირობით სასჯელზე ან რაღაც ადმინისტრაციულ ჯარიმაზე არ არის საუბარი. საუბარია პირდაპირ ციხეზე, თანაც 3-დან 7 წლამდე ვადით. ეს მართლაც კატასტროფაა. მოდით ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ამბავს და ერთმანეთს შევადაროთ თქვენი გადმოსახედი და სახელმწიფოს პოზიცია. თქვენი განზრახვა ძალიან მარტივი და ადამიანურია, ხო? უბრალოდ გინდათ ფინანსური დავა სწრაფად და უპრობლემოდ მოაგვაროთ. ფულის დაბრუნება გინდათ მეტი არაფერი. მაგრამ შეხედეთ მეორე მხარეს, ანუ კანონის ხედვას. სახელმწიფო ამ ქმედებას აღიქვამს არა როგორც ვალის დაბრუნების მცდელობას, არამედ როგორც კრიმინალური სუბკულტურის აქტიურ მხარდაჭერას. კანონისთვის თქვენ უკვე აღარ ხართ დაზარალებული, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აფინანსებს, იყენებს და აძლიერებს კრიმინალურ სინდიკატს. აი ზუსტად ამიტომ სჭიან ასე სასტიკად. ახლა კი, მოდი დავამსხვრიოთ ის საშიში მითები, რომლებიც საზოგადოებაში ამ თემაზე დადის. ქუჩაში ან მეგობრებში ალბათ ხშირად გაგიგიათ. კაი რა, მე ხო არაფერი დამიშავებია, პროსტა დახმარება ვთხოვე. ან ეგ როგორ უნდა დამემტკიცონ, პირისპირ ველაპარაკე და ტელეფონში არ მithქვამს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან საშიში ილუზია. მითი იმის შესახებ, რომ თქვენი არაფორმალური საუბარი სადღაც შეუმჩნეველი დარჩება, 2024 წლის ციფრულ ეპოქაში უბრალოდ სასაცილოა. მოდით ვნახოთ რეალურად როგორ გვისმენს სახელმწიფო. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი სახელმწიფოს აძლევს სრულ აბსოლუტურ ტექნიკურ და იურიდიულ ბერკეტს, რომ უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვოს. რაზეა საუბარი? საგამოძიებო ორგანოები აკონტროლებენ ელექტრონულ კომუნიკაციებს, ზარებს, მესიჯებს, ინტერნეტ მიმოწერებს. მეტიც, კანონი პირდაპირ უშვებს კრიმინალურ ჯგუფებში საიდუმლო თანამშრომლების ჩანერგვას და ინფორმატორების გამოყენებას. ასე რომ, როცა თქვენ მშვიდად ზიხართ და ფიქრობთ, რომ თქვენი საუბარი სადღაც კაფეში ან ტელეფონზე მკაცრად პირადულია, სინამდვილეში ის შეიძლება უკვე ძალიან მყარ ელექტრონულ მტკიცებულებად იქცეს თქვენს წინააღმდეგ პირდაპირ სასამართლოში. მაგრამ იცით რა არის ყველაზე ცუდი? საქმე მხოლოდ თქვენს პირად თავისუფლებასა და ციხეს როდი ეხება. აქ არის კიდევ ერთი არანაკლებ საშინელი დეტალი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არავინ აქცევს. ეს არის უზარმაზარი ფინანსური ზარალი და ქონების სრული კონფისკაცია. როცა საქმე ეწე ქურდულ სამყაროსთან ოდნავ კავშირს მაინც ეხება, სისტემა იმდენად უმოწყალო ხდება, რომ თქვენ რისკავთ არა მხოლოდ თავისუფლებით, არაგად აბსოლუტურად ყველაფრით, რაც კი მთელი ცხოვრება შეგიგროვებიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გვაქვს ასეთი საინტერესო ცნება. დაუსაბუთებელი ქონება. რას ნიშნავს ეს? თუ თქვენ თუნდაც ირიბად აღმოჩნებით მსგავს კრიმინალურ ფიგურებთან კავშირში, პროკურატურას აქვს სრული უფლება წამოიწყოს დავა თქვენი ქონების წინააღმდეგ. და თუ თქვენ სასამართლოში დოკუმენტურად ვერ დაამტკიცებთ თითოეული თეთრის, სახლის თუ მანქანის კანონიერი გზით შეძენას, ეს ყველაფერი უბრალოდ ჩამოგერთმევათ და სახელმწიფოს გადაეცემა. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცისგან თქვენივე ვალის დაბრუნების მცდელობა შეიძლება თქვენივე სახლის დაკარგვით და ქუჩაში დარჩენით დასრულდეს. მოკლედ ვნახეთ, ხო, რამხელა დაუნდობელი ძალა აქვს სახელმწიფოს და რა კატასტროფული რისკები მოჰყვება ამ ეწოდე ქუჩურ გარჩევებს.
მაგრამ დაელოდეთ, ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ დაგანებოთ და თქვენს კუთვნილ ფულზე უარი გათქმევინოთ. არა, ჩვენი მიზანია ჭკვიანური და სწორი გზა აგირჩიოთ. ახლა ზუსტად იმ ნამდვილ სამართლებრივ ფარზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მოგცემთ რეალურ ხელშესახებ გარანტიებს და არა რაღაც ხაერზე ნათქვამ სიტყვებს. რეალურად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გვაძლევს ძალიან მაგარ, ეფექტურ და რაც მთავარია უსაფრთხო ნაბიჯებს. პირველი, ოფიციალური სარჩელის შეტანა. ეს ავტომატურად გაძლევთ იმის უფლებას, რომ მოპასუხის ქონებას ეგრევე ყადაღა დაადოთ და ფინანსურად სრულად დაბლოკოთ. ეს უკვე სერიოზული კოზირია. მეორე, დავის გადაცემა ოფიციალური მედიაციისთვის, სადაც პროფესიონალი მედიატორი გეხმარებათ შეთანხმების მიღწევაში ზედმეტი სტრესის გარეშე. და მესამე და მთავარი, თქვენ იღებთ იურიდიულად სავალდებულო ბეჭდიან გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულებასაც საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციის ძალით. აი ეს არის მექანიზმი, რომელიც რეალურად მუშაობს თქვენთვის. მოდით, სულ ბოლოჯერ შევადაროთ ეს ორი გზა. რას გვთავაზობს ქუჩა? 7 წლიან პატიმრობას, ქონების სრულ კონფისკაციას და ნულოვან იურიდიულ გარანტიას. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ვიღაცის არაფორმალური პირობა დღეს არაფერს ნიშნავს. მეორე მხრივ კი გვაქვს კანონი, სადაც თქვენი უფლებები მაქსიმალურად დაცულია, შეთანხმება სახელმწიფო აღასრულებს და თქვენ აბსოლუტურად დაცული ხართ. ხვდებით ახლა, რატომ არის მაგარი ადვოკატი ბევრად უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ნებისმიერი ეწოდებულა ავტორიტეტი. ადვოკატი იყენებს მთელი სახელმწიფოს ძალას თქვენს დასაცავად, მაშინ როცა ავტორიტეტი თავად არის თქვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე. საბოლოო ჯამში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა დავიმახსოვროთ. სამართალი ყოველთვის დეტალებში იმალება და არა სადღაც ჩრილში. გთხოვთ, ნუ გახდებით თქვენივე დავის მსხვერპლი. დროა წარსულს ჩავაბაროთ ეგ მოძველებული გაგებებზე აგებული მეთოდები, რომლებიც მხოლოდ უფსკრულისკენ მიგვაქანებს. როცა საქმე თქვენს ფინანსებს, თქვენს ოჯახს და რაც მთავარია, თქვენს თავისუფლებას ეხება, ემოციურ და ნაჩკარევ ნაბიჯებს უბრალოდ უფლება არ გაქვთ რომ გადადგათ. გამოიყენეთ სამართლებრივი სისტემა. ის ხომ ზუსტად თქვენს დასაცავად არის შექმნილი. და ბოლოს მინდა ერთი მარტივი კითხვა დაგისვათ, რომელზეც კარგად უნდა დაფიქრდეთ. მართლა გარისკავთ 7 წლით თქვენს თავისუფლებას ვიღაცის ერთი ეწოდებული დახმარებისთვის, თუ აირჩევთ სიმშვიდეს და თქვენს უფლებებს კანონიერად დაიცავთ. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა. თუ გრძნობთ, რომ რაღაც ჩიხში ხართ და ფინანსური დავა ვეღარ გვარდება, არავითარ შემთხვევაში არ გადადგათ ეგ საბედისწერო ნაბიჯი. მიმართეთ პროფესიონალებს. აუცილებლად გააზიარეთ ეს განხილვა, რომ სხვებიც გადავარჩინოთ ამ უდიდეს შეცდომას და თუ რამე რთული შემთხვევა გაქვთ, იცით, ვისაც უნდა დაუკავშირდეთ. უღრმესი მადლობა, რომ მიყურეთ და იყავით უსაფრთხოდ.